მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებ საშიშ ექსპერიმენტებზე. ნომერი 5. კოლის ზეღრმა ჭაბურღილი. დედამიწის ყველაზე ღრმა ხელოვნური ჭაბურღილი მდებარეობს რუსეთის მურმანსკის ოლქში, გეოლოგიურად მოქცეულია ბალტიის ფარის ფარგლებში. ბურღვა ჯერ კიდევ 1970 წელს დაიწყეს, ხოლო ამჟამად ობიექტი მიტოვებულია. მითი 1989 წელს ამერიკული ტელეკომპანია Trinity Broadcasting Network-ის ეთერით გაჩნდა, რომელიც ფინურ გაზეთში დაწერილ მასალას ეყრდნობოდა. თითქოს ხსენებულ ჭაბურღილში ჩაშვებულმა მიკროფონმა ჯოჯოხეთის ხმები დააფიქსირა. ჭაბურღილის სიღრმე 12262 მეტრს აღწევს. გეგმის მიხედვით მთლიანად უნდა გაებურღათ დედამიწის ქერქი და მანტიის ზედაფენამდე ჩასულიყვნენ, თუმცა არავინ იცოდა რა შეიძლება მოჰყოლოდა ამას. მიუხედავად ამისა, მასშტაბური მიწისძვრებისა და ქვესკნელიდან ამოსული დემონების მოლოდინის შიში არ გამართლდა. ბურღვა მაღალი ტემპერატურის გამო შეწყდა, რადგან გამდნარი ქანები ისევ ნაბურღში ჩაედინებოდა, რაც სამუშაოების გაგრძელების საშუალებას აღარ იძლეოდა. ნომერი 4. Trinity. Trinity-ს გამოცდა ამერიკული პროგრამა პროექტ მანჰეტენის ნაწილი იყო. 1945 წლის 16 ივლისს ჩატარებული ცდა პირველი ატომური აფეთქება იყო კაცობრიობის ისტორიაში. თავიდან ამ იარაღის გამოცდა პროექტში მონაწილე მეცნიერი ედუარდ თელერის გაფრთხილების გამო ფერხდებოდა. მისი ვარაუდით ასეთი სიმძლავრის პლუტონიუმის აფეთქება გამოიწვევდა ქიმიურ რეაქციას აზოტის მონაწილეობით, რაც თეორიულად დედამიწის ატმოსფეროს არაკონტროლირება დაალებამდე მიგვიყვანდა. ნომერი 3. დიდი ადრონული კოლაიდერი. 2008 წლის 10 სექტემბერს დიდი ადრონული კოლაიდერის ამუშავების შესახებ გამოცხადების შემდეგ გაჩნდა მოსაზრებები, რომ ეს მოწყობილობა დედამიწის განადგურებას გამოიწვევდა. თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა, რადგან მიკროსკოპული შავი ხვრელები თუ ისინი ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მართლაც ჩნდებიან, დედამიწის შთანთქმას ვერ მოახერხებენ, რადგან ხვრელს გააჩნია ზღვარი, რომლის შემდეგ ორთქლდება. ამ ფენომენს ჰოკინგის გამოსხივება ეწოდება. ნომერი 2. Starfish Prime. დედამიწის მაგნიტოსფერო მზისა და კოსმოსური გამოსხივებისგან გვიცავს. რა მოხდება თუ მასში დიდი სიმძლავრით ატომურ ბომბს ავაფეთქებთ? 1962 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამის გარკვევა გადაწყვიტა. ყველაფერთან ერთად ექსპერიმენტის მიზანი საბჭოთა თანამგზავრების ორბიტაზევე განადგურებაც იყო. წყნარ ოკეანეში მდებარე მარჯნის კუნძულის თავზე ზედაპირიდან 400 კილომეტრის სიმაღლეზე, ხოლო 1.4 მეგატონიანი ბირთვული ქობინის აფეთქება 1450 კილომეტრს იქით მდებარე ჰავაის კუნძულზეც ჩანდა. ელექტრომაგნიტურმა იმპულსმა განათებისა და ტელეგრაფის ხაზები დააზიანა. დაბალ ორბიტაზე წარმოქმნილი ხელოვნური რადიაციული სარტყელი 5 წლის მერე დაიშალა და ამ ორბიტაზე მდებარე თანამგზავრების მესამედი მწყობრიდან გამოიყვანა. ნომერი 1. SETI. არამიწიერი ცივილიზაციების პრობლემა. ეს არის სიცოცხლისა და მოაზროვნე არსებების ძიება სამყაროში. მისი ერთ-ერთი ნაწილია არამიწიერი ცივილიზაციების ძებნა. არის თუ არა საშიში SETI? მით უმეტეს დედამიწიდან გაგზავნილი სიგნალები კონტაქტის დასამყარებლად. თუ სიგნალი აღმოჩენილი იქნება, როგორ უნდა მოხდეს მისი გაშიფრვა და ინტერპრეტირება? როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა კაცობრიობის ისტორიის მსვლელობაზე? ღირს კი მიღებული სიგნალზე პასუხისგაცემა? თუ კი, როგორ? ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას? რა თქმა უნდა, CETI-ს აქვს ამ კითხვებზე პასუხი და პასუხს მალავს და არ ამჟღავნებს საჯაროდ, რადგან ეს საიდუმლო ინფორმაციაა. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.